ადამიანის სიმაღლე ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა. განსაკუთრებით სხვადასხვა ადამიანის სახეობებს შორის. ზოგიერთები, მაგალითად Homo erectus, ჩვენ გავდნენ, ხოლო სხვები, როგორიცაა Homo habilis, დაახლოებით 30%-ით დაბლები იყვნენ. მაგრამ დაახლოებით მილიონი წლის წინ გამოჩნდა კიდევ უფრო პატარა ჯგუფი. Homo florescensi, ყველაზე დაბალი ცნობილი ადამიანის სახეობა, რომელსაც ხშირად რეალურ ჰობიტებს უწოდებენ. მაგრამ როგორ მოახერხეს მათ თითქმის მილიონი წლის განმავლობაში გადარჩენა და რატომ იყვნენ ისინი სხვა ადამიანებზე გაცილებით პატარა? ჩვენი ცოდნა Homo florescensis შესახებ ჯერ კიდევ შეზღუდულია და ახლად მოპოვებული. განსხვავებით სხვა ადამიანის სახეობებისგან, რომლებიც 100 წელზე მეტია ცნობილია, ისინი აღმოაჩინეს სულ რაღაც 20 წლის წინ, რაც მათ მე-21 საუკუნეში აღმოჩენილ იშვიათ Homo სახეობებად აქცევს. ავსტრალიურ ინდონეზიურმა გუნდმა, რომელიც ეძებდა ადრეული ადამიანის მიგრაციის მტკიცებულებებს, ფლორესის კუნძულზე, ლიანგბუას გამოქვაბულში აღმოაჩინა შესანიშნავად შენახული ადამიანის ჩონჩხი. ნიმუშს სახელწოდება LB1 დაარქვეს და აღნიშნეს მისი უჩვეულოდ პატარა აგებულება, რის გამოც მას ფლორესის პატარა ქალბატონი უწოდეს. მოგვიანებით კიდევ 14 ნიმუში აღმოაჩინეს, ჯამში 15 ინდივიდი. მათი ჩონჩხისა და თავის ქალის ანალიზის საფუძველზე, კვლევრებმა ისინი სრულიად ახალ ჰომოსახეობად დაასახელეს. მაშინ გაჩნდა მთავარი კითხვები. რატომ იყვნენ ისინი ასეთი პატარა და როგორ მოხვდნენ ფლორესზე? კუნძული ფლორესი იზოლირებული იყო ზღვის დაბალი დონეების დროსაც, რაც მიუთითებს, რომ მათი წინაპრები ალბათ ნავით ან ტივით ჩავიდნენ იქ. კვლევრებმა ორი ჰიპოთეზა წამოაყენეს. ერთი ვარაუდობს, რომ ისინი წარმოიშვნენ ადრეული ავსტრალოპითეკუსიდან ან Homo habilisიდან ფეხის სტრუქტურის მსგავსების გამო, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ ისინი ვითარდებოდნენ იავას Homo erectusიდან, რადგან მათთან მსგავსი კბილები ჰქონდათ. დნმ-ის გამოკვლევა შეძლებდა ამ დავის გადაწყვეტას, თუმცა ყველა მცდელობა ჩაიშალა. საიდუმლო კვლავ გაუხსნელია. რაც კი უდავოა, არის მათი საოცარი სიმცირე. თავდაპირველად კვლევრებს ეგონათ, რომ LB1-ის პატარა სხეული გამონაკლისი იყო. მაგრამ შემდგომ აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ყველა მათგანი ჰობიტის ზომის იყო. ყველაზე მაღალი ნიმუში მხოლოდ 1 და 9 სანტიმეტრი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი 1 და 6 სანტიმეტრი. ეს მათ აყენებს თანამედროვე ადამიანების ჯუჯობის დიაპაზონში და დაახლოებით 40%-ით უფრო პატარები იყვნენ, ვიდრე მე-20 საუკუნეში დაბადებული საშუალო ადამიანი. მათ ფეხებიც ჰობიტების მსგავსად დიდი და ბრტყელი ჰქონდათ, თუმცა ფილმებისგან განსხვავებით, გრძელი და თხელი თითებით. ასეთი აგებულება მათ აიძულებდა სიარულისას მუხლები უფრო მეტად მოეკეცათ. მიუხედავად მათი სიმცირისა, ფეხები მეტად ძლიერი ჰქონდათ, მაგრამ წონა მაინც მცირე იყო, საშუალოდ მხოლოდ 25 კილოგრამი, რაც ტიპური ამერიკელი მამაკაცის ტონის მე-4-დია. რატომ იყვნენ ისინი ასეთი მცირე ზომის? ეს დაკავშირებულია თავად ფლორესის კუნძულთან, რესურსებით მწირ ტერიტორიასთან, რომლის ზომა ვანკუვერის კუნძულის ნახევარს უდრის. ამის შედეგად განვითარდა ეგრეთ წოდებული კუნძულის ჯუჯობა, როდესაც შეზღუდული რესურსები იწვევს ორგანიზმების ზომის შემცირებას. ერთმა კვლევითმა ჯგუფმა ვარაუდობს, რომ მთავარი ფაქტორი იყო იოდის დეფიციტი, რაც იწვევს მცირე სხეულს, პატარა ტვინს, სქელ კიდურებს, ორმაგ ფესვიან კბილებსა და უჩვეულო მაჯებს. მახასიათებლებს, რომლებიც შეესაბამება თანდაყოლილ იოდის უკმარისობას. თუმცა ყველა მკვლევარი არ ეთანხმება. ზოგის აზრით, მათი თავის ქალის ფორმა არ განსხვავდებოდა ჩვენსას. გარდა იმისა, რომ Homo florescensis გაცილებით დაბლები და მსუბუქები იყვნენ, მათ ანატომიაში მრავალი გამორჩეული ნიშანი ჰქონდათ. მათ ჰქონდათ უჩვეულო ფეხები, მოკლე საკლაო ძვლები და განსხვავებული მხრის სტრუქტურა, რაც მათ ოდნავ მოხრილ პოზაში ამყოფებდა. მათ არ ჰქონდათ გამოკვეთილი ნიკაპი, ჰქონდათ წამოწეული წარბის რკალები და პრიმიტივ ტიპის ეშვები უფრო განვითარებულ კბილებთან შერწყმული. თუმცა ტვინის ფორმა საოცრად ჰგავდა ჩვენსას. განსხვავება მხოლოდ ზომაში იყო. Homo floresiensis-ის ტვინი ერთ-ერთი ყველაზე პატარა იყო ყველა ადამიანის სახეობაში, მხოლოდ 380 კუბური სანტიმეტრი, რაც Homo erectus-ის ნახევარზე ნაკლებია და ჩვენი ტვინის ზომის მე-13-ზე მცირე. თუმცა ტვინისა და სხეულის შეფარდება მაინც იგივე იყო, რაც Homo erectus-ის შემთხვევაში. მათი ტვინის გარკვეული უბნები, მათ შორის ბროდმანის მე-10 ზონა, კოგნიციასთან დაკავშირებული, იყო მსგავსი ჩვენსასთან.
რაც მიუთითებს, რომ ინტელექტზე დიდი გავლენა არ ჰქონდათ. ნაშთებში ასევე ჩანს ცეცხლის გამოყენება, ცხოველთა დამუშავება და ქვის იარაღების შექმნა. მსგავსი იმ იარაღებისა, რასაც ახლო მდებარე Homo sapiens იყენებდა. მიუხედავად მათი მცირე ზომისა, Homo florescensima მოახერხა ფლორესის ყველაზე დიდი ცხოველის, სტეგოდონი, ფლორესენციის ნადირობა. თავდაპირველად ზდასრულები 1,7 ტონას და 170 სანტიმეტრის სიმაღლეს აღწევდნენ, მაგრამ მოგვიანებით დაიკლეს და გვიან პლეისტოცენში საშუალოდ 570 კილოგრამს იწონიდნენ. Homo floresiensis სავარაუდოდ მათზე ნადირობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ძირითადად მცირე ასაკოვნებზე, ქვის იარაღებით, წვეროებით, ბასრიდანებითა და პერფორატორებით. ყველა სირთულის მიუხედავად, Homo floresiensiam არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ აღზევებაც შეძლო. ისინი თითქმის მილიონი წელი არსებობდნენ, რაც მათ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ Homo სახეობად აქცევს. მათი წარმატება სავარაუდოდ უკავშირდებოდა კულტურასა და იარაღების დამზადების უნარს. ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი იყო 10,000-ზე მეტი ქვის იარაღი. ფლორესის კუნძულს მიუხედავად საფრთხეებისა, ჰქონდა უპირატესობები. მრავალი დიდი გამოქვაბული, რომელიც მათ მტაცებლებისგან იცავდა. ტროპიკული კლიმატი უხვი ნალექით, რაც მდინარეების ნაკლებობას აკომპენსირებდა და იზოლაცია, რომელმაც შეზღუდა ახალი მტაცებლების შლი მტაცებლების შემოსვლა, რაც საბოლოოდ მათ გადარჩენას ხელი შეუწყო.